მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. ეს არის მორიგი მიმოხილვა ბიტკოინის, ვნახოთ თუ რა არის მოსალოდნელი უახლოეს დროში და საბოლოოდ ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი ფასის, თუ კიდევ შეიძლება გარკვეული კორექციის შემდეგ განახლდეს აღმავალი მოძრაობა. ჩემი მოლოდინი ამ ბალანსიდან გამოსვლის შემდეგ იყო და არის ის, რომ ფასი კიდევ ერთხელ ჩამოვა ამ ზონაში დაახლოებით ნიშნულზე 60,800, 60,700 დატესტავს ბალანსის ზედაზღვარს და შემდეგ თუ რა თქმა უნდა მიიღო მყიდველის მხრიდან რეაქცია, რა თქმა უნდა, აღმავალი მოძრაობა ისევ განახლდება. ეს ერთი, მიზეზი იმისა, თუ რატომ ველოდები ფასს ამ ზონაში. მეორე, გადავიდეთ უკვე ფასზე და ხოთ თუ რა ხდება კლასტერების მიხედვით. რომ გამოსვლა სერიოზული მოცულობების ანომალიური მოცულობები მოხდა, შემდეგ ავტესტეთ ეს მობები კიდევ ერთი ძალიან მსხვილი ანომალიური კლასტერები დაფიქსირდა. ფასს ჰქონდა მცდელობა უკვე განახლების, მაგრამ ვხედავთ, რომ კიდევ მსხვილი ანომალიები, რომლებმაც ფასის ზედა მიმართულებით მოძრაობა გააჩერეს. შესაბამისად, მოსალოდნელი რომელიც დავასახელე უკვე, ვინაიდან დასატესტი გვაქვს ბალანსის ზედაზღვარი, ასევე ამ იმყოფა როგორც ხედავთ, ვანედ მონიშნული მყიდველის FVG, Fair Value Gap. ეს მეორე მიზეზი. მესამე მიზეზი არის ის, რომ ნახეთ, განვიხილოთ მოდით ლიკვიდაციების რუკა. ლიკვიდაციების რუკაზე ჩანს, რომ ქვემოთ იგივე ზონაში 60,800-დან 60,700-მდე დაახლოებით ამ ზონაში არის საკმაოდ მსხვილი ლიკვიდაციები. ლიკვიდირება გავაკეთეთ გარკვეული რაოდენობის უკვე გავაკეთეთ, მაგრამ ქვემოთ კიდევ იმყოფება საკმაოდ მსხვილი ლიკვიდაციები. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩამოვიდეს ფასი. და ბოლო მეოთხე მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიხილოთ ფასი აღნიშნულ ზონაში, ის რომ ეს არის მეგობრებო ლიმიტების რუკა ლიმიტები ფასის ზემოდან ფასი დაახლოებით აქ იმყოფება, ფასის ზემოდან ლიმიტებს გაყიდვაზე, ხოლო ქვემოდან ლიმიტ ორდერები ყიდვაზე. როგორც ხედავთ, რაც უფრო მუქია ფერი, მით უფრო მსხვილია ლიმიტები. როგორც ხედავთ, ქვემოდან ჯერ ერთი რაოდენობრივად და მეორეც თვითონ მოცულობით ლიმიტ ორდერები ძალიან მსხვილია. მით შედარებით გაყიდვის ორდერებთან. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩამოვიდეს ფასი ამ ზონაში, ეს ლიმიტები ტყუილა არ დგას, მსხვილი მონაწილე ყოველთვის ფასს უშვებს იმ ზონაში, სადაც გარკვეული ინტერესი გააჩნია. ფასი შეიძლება ძალიან დიდი ვარაუდია მაგისა, რომ ჩამოვიდეს, გააკიუროს ლიმიტები ყიდვაზე, აიღოს და შემდეგ უკვე ვიხილოთ კიდევ ერთი მობა ბიტკოინისგან. ჯერჯერობით ეს არის ჩემი პროგნოზი, ეს არის რაც შემიძლია ვთქვა ამ წუთას. მადლობა ყველასთვის, აუცილებლად გამოიწერეთ YouTube არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გქონდეს თქვათ ერთგვარი мотиваცია და ინტერესი ახალი და ახალი ვიდეოების, ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, იმიტომ რომ იქ ძალიან ოპერატიულად იდება სხვადასხვანაირი ინფორმაცია, ეს იქნება ინფორმაცია ბიტკოინზე, ეს იქნება სხვადასხვა ანალიტიკური წები, ხშირად ვდებ ჩემს საკუთარ ტრეიდებს, ვისაც სურს გამეორება ჩემი ტრეიდების, თავისუფლად შეუძლია გაიმეოროს, ასე
ანალიტიკას ინვესტორებისთვის, რომელი მონეტის, რომელ ზონაში ყიდვა შეიძლება და ასე შემდეგ, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია იდება. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.